შემდეგი მომხსენებელი გახლავთ მაია თოდუა, რომელიც წაიკითხავს თემას ატმოსფერო და კოსმოსი. როგორც თქვა, ესე იგი მე ჩემი ეს ლექცია იქნება ატმოსფერო და კოსმოსი. რა კავშირშია ესენი ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, ძალიან ახლო კავშირში არის ეს ყველაფერი საერთო მთელ სამყაროში. ყველაფერთან არის კავშირში რეალურად. ახლა რომ ცოტა ფილოსოფიურ საკითხებზეც გადავალ რომ სამყარო შეიქმნა 13 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ დიდი აფეთქების შედეგად ხო იქ და მთელი ეს ნივთიერება აი ეს ნივთიერება რისგანაც ჩვენ შევდგებით ეს არის აი იქიდან წამოსული მე ვითარდებოდა კიდევ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში რაღაცა მძიმე ელემენტები იქნებოდა აი მაგალითად ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე არა მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მაგალითად რკინა ხო რომელიც ჩვენ სისხლშია და ეს ჩვენ მზეში რა რეაქციაც არის ეს წყალბადი უერთდება ერთმანეთს და ჰელიუმი იქმნება რკინა მზეში არ იქმნება რკინა შექმნილია ზიახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად და აი ოდესღაც აფეთქებული ზიახალი ოდესღაც შეიქმნა ზიახალში ეს ლითონები და სხვა ელემენტები მათ შორის რკინა მე ეს გავრცელდა მთელ სამყაროში აქ რაღაც ნაწილი აი როდესაც მზის სისტემა იქნებოდა აი აქ მოხვდა და ეს რკინები არის ასე ვთქვათ ჩვენს ორგანიზმში ჩვენთან და ბევრ ამას ეხება მოკლედ ეს ანუ ჩვენ კავშირში ვართ მთელ სამყაროსთან რეალურად ზოგთან უფრო ახლო ზოგთან უფრო შორი კავშირი არის მაგრამ ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი სამყაროს ასე ვთქვათ ვარსკვლავური ტვერი შეიძლება ასე ითქვას მისგან შევდგებით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ჩვენ ყველაფერი თანათამობით შევისწავლოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ატმოსფერო სადაც ჩვენ ცხოვრობთ დედამიწაზე ატმოსფერო რო არა უბრალოდ ვერ ვიცხოვრებდით ხო ვერ ვიარსებებდით და ამ ატმოსფეროს ძალიან დიდი კავშირი აქვს ზოგადად სამყაროსთან და ყველაზე ახლო კოსმოსთან აქვს ყველაზე ჭიდრო კავშირი და ამ ლექციაზე მე შევჩერდები ძირითადად აი ამ საკითხის გამიხილავ ახლო კოსმოსის და ატმოსფეროს ურთიერთკავშირებზე ვილაპარაკებ ეს არის სურათი კოსმოსიდან დედამიწის ატმოსფეროს რაც ცივილიზაციამ დაიწყო განვითარება ჩვენ თანდათანობით ესე იგი სულ უფრო და უფრო ზევით მივდივართ ხომ ჯერ ატმოსფეროს ზედა ფენებში ჩვენ თვითმფრინავები დავფრინავთ ახლა უკვე უფრო ზევით წავედით კოსმოსში და ეს ყველაფერი აი ხო შემდეგ რო გადავიდეთ ხო აი ესეც დაახლოებით ეს სურათი სად არის დღეს ადამიანი სად არის ჩვენი ცივილიზაცია ასე ვახცევთ დაახლოებით სად ვართ ჩვენ ამიტომაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ კარგად ვიცნობდეთ იმ გარემოს სადაც ჩვენ ვართ და რომლის ათვისებას ჩვენ გვინდა დღეს ჩვენ ვერ ვიქნებით უკვე დღევანდელი ცივილიზაცია აი ამ კოსმოსის გარეშე ხო ელემენტარულად ეს მობილური ტელეფონები, ინტერნეტი, GPS-ი და ასე შემდეგ და რამდენიმე ათეული წლის წინ შემოვიდა ესეც ცნება კოსმოსური ამინდი. ჩვეულებრივი ამინდი ჩვენ ვიცით რაც არის
რასაც ჩვენ გრძნობთ ყოველდღურად, რაც ადამიანი არსებობს, სითბო, სიცივე, ქარიშხალი, თოვლი, წვიმა და ასე შემდეგ. და ამას დაემატა ახლა უკვე კოსმოსური ამინდიც. და კოსმოსური ამინდის მთავარი შემოქმედი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ეს არის მზე, ხო? სხვათა შორის მე მინდა გთხოვოთ, რომ თუ რაღაც შეკითხვები გაგიჩნდათ უშუალოდ ამ მის ლექციის დროსაც შეიძლება. მოკლედ, გაჩნდა ეს ცნება კოსმოსური ამინდი. ჩვენ კოსმოსურ ამინდს ისე ვერ ვგრძნობთ უშუალოდ ადამიანები, როგორც ჩვეულებრივ ამინდს, მაგრამ ამას გრძნობენ ჩვენი ხელსაწყოები. და ერთ-ერთი პირველი აი მზეზე მიმდინარე აქტიური პროცესები ესენი მოქმედებენ ჩვენს ატმოსფეროზე და ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ეს იყო დაფიქსირებული, ამას ქვია კერინგტონის მოვლენა. 1859 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მაშინ იყო ელექტროგაყვანილობის ქსელი და ბატონო ტელეგრაფის და ელექტროგაყვანილობისაც შორის. და ეს მაშინ ეს ახალი იყო, სრულიად ახალი რამ ცივილიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი წინ და ამ 1859 წლის 1 სექტემბერს უეცრად გაითიშა ყველაფერი, სიგნალები გაითიშა. მიზეზი ვერაფრით ვერ დაადგინეს კარგი ხნის განმავლობაში, არანაირი ფიზიკური დაზიანება არ ყოფილა, ყველაფერი იყო წესრიგში და უცებ სიგნალმა არ მოაღწია. და რიჩარდ კერინგტონი იყო ის ადამიანი, რომელმაც დაუკავშირა ეს მზის ამოფრქვევასთან. მზის ამოფრქვევას დაუკავშირა. სხვათა შორის კერინგტონი იყო მოყვარული ასტრონომი, ეს არ იყო პროფესიონალი, მოყვარული ასტრონომი იყო და აკვირდებოდა განსაკუთრებით მზეს. და აი აქ მოცემულიაც თვითონ ხატავდა ხოლმე, აი მზის ზედაპირს ტელესკოპის საშუალებით, რომელიც მას თვითონ ჰქონდა. აი ამ სურათებს თვითონ ხატავდა და აფიქსირებდა ამ სიგნალებს. ავიცი. და მან წამოაყენა ეს მოსაზრება, რომ ეს გათიშვა მოხდა იმის გამო, რომ მზიდან მზეზე მოხდა ძლიერი ამოფრქვევა, რომელიც მან გარკვეულწილად დააფიქსირა ამ სურათების საშუალებით და ამან იმოქმედა ამ ხაზებზე. შემდგომ დადასტურდა, რომ ეს მეცნიერები მათ დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ასეა და აღმოჩნდა, რომ ესე იგი ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ჩვენ დღეს ვითარდება, უკვე ჩვენ დამოკიდებულები ვხდებით ამ კოსმოსურ ამინდზე. რაც ადრე ესეთ არ იყო. აი სხვათა შორის 2022 წელს ალბათ თქვენს გაიგებდით ამ ამბის შესახებ, ელონ მასკის Starlink-ი 10 თანამგზავრი, რომელიც ერთმანეთთან იყო ეს მიერთებული, უეცრად განადგურდა, მთლიანად განადგურდა. სხვათა შორის დაახლოებით იგივე მოხდა შარშანაც. ანუ აი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების ეს თანამგზავრები სულ მთლიანად გამოვიდა წყობილიდან. ასე რომ გაჩნდა ესეთი მოთხოვნა, რომ ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება რა ხდება ცაში, ახლო კოსმოსში. ჩვენი მთავარი ციური სხეული, რომელზეც ჩვენ დამოკიდებული ვართ, ეს არის მზე, ხო? მზის გარშე სიცოცხლე ვერ იქნებოდა ერთის მხრივ, მეორის მხრივ
მზესაც შეუძლია დიდი ზიანის მოყენება ჩვენთვის. ან როგორც დადებითი, რომლის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით, ასევე ვარყოფით მხარეებიც, მაგალითად მზის ულტრაიისფერი გამოსხივება. ეს არის ძალიან მავნებელი კანისთვის და ასევე სხვა ჯანმრთელობის სხვა მომენტებისთვის. და რა გვიცავს ჩვენ თუ იცით? მე თქვენს შეგეკითხებით. დიახ, ოზონი. ოზონის შრე გვიცავს ამისგან და ამიტომაც არის ოზონი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. გარდა ამისა, მზის აქტივობის დროს ხდება ამოფრქვევების დროს ძალიან ენერგიული ნაწილაკების ამოფრქვევა, რომლებიც მოდიან დედამიწისაკენ და ქმნიან ეგრეთ წოდებულ გეომაგნიტურ ქარიშხალს. ნუ ჩვენ ამ ქარიშხალს უშუალოდ ადამიანები ვერ გვგრძნობთ ის როგორც ჩვეულებრივ კარს, მაგრამ ამას გვგრძნობენ ჩვენი ხელსაწყოები, ელექტრონული ხელსაწყოები. და ანუ ჩვენ უკვე დამოკიდებულები გავხდით ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ვერც კომუნიკაციების, ინტერნეტის და GPS-ების გარეშე ხო? დღეს თანამედროვე ცხოვრება შეუძლებელია ამის გარეშე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კარგად შევისწავლოთ ეს კოსმოსური ამინდი. კოსმოსური ამინდის შესასწავლად ყველაზე მთავარი არის პლაზმის ფიზიკა. პლაზმის ფიზიკას იყენებენ. ეს პლაზმა ეს არის ნივთიერების მეოთხე მდგომარეობა, როგორც ჩვენ ვიცით, აირი, თხევადი მდგომარეობა და მყარი მდგომარეობა სამი ძირითადი, რაც ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ნორმალურია, მაგრამ პლაზმა არ არის. ესეთი პლაზმა არის მეოთხე მდგომარეობა, რომელიც მთლიანად შედგება ნაწილობრივ დიდწილად ან მთლიანად დამუხტული ნაწილაკებისაგან, აქვია იონიზებული გაზი და აი ეს პლაზმა ეს დამუხტული ნაწილაკები ურთიერთქმედებენ ელექტრო და მაგნიტურ ველებთან. და ნუ აი სამყაროს უდიდესი ნაწილი, ჩვენი მზე და ვარსკვლავები რა თქმა უნდა, წარმოადგენენ პლაზმას. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავერკვეთ, როგორ მოქმედებს ეს ჩვენს დედამიწის მაგნიტურ ველზე, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი დედამიწა ეს არის დიდი მაგნიტი. უდიდესი მაგნიტი. თავისი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებით. და აი ზუსტად ამ მაგნიტურ ველზე მოქმედებს აი ეს მზიდან ამოფრქვეული ელექტრომაგნიტური დამუხტული ნაწილაკები. აი ეს ჩრდილოეთის ციალი ყველა იცით რაც არის და ეს არის ზუსტად შედეგი აი ამ კოსმოსური ამინდის ამ მზის ამოფრქვევების გავლენის დედამიწის ატმოსფეროზე. აი როგორც უკვე გითხარით, ესე იგი ჩვენ ადამიანი ჩვენი ცივილიზაცია სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ვიპყრობთ ასე ვთქვათ ჯერჯერობით ახლო კოსმოსს, მე გადავალთ შორზე, თუმცა არა, ცოტა უფრო შორზეც ამაზე მოგვიანებით ვიტყვი. და აი აქ არის მოცემული, ესე იგი ჩვენ დედამიწის ატმოსფერო შედგება რამოდენიმე ფენისგან. ყველა ფენას აქვს თავისი თავისებურებები, შემადგენლობა, ტემპერატურის სიმკვრივე და ასე შემდეგ. და მათი შესწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აქ ამ სურათზე ნაჩვენებია, ესე იგი თვითმფრინავები მაგალითად ატმოსფეროს ქვედა ფენებში დაფრინავენ და სატელიტები თანამგზავრები ცოტა უფრო მაღლა თერმოსფეროში და
ეს რაკეტები და ეს სხვა თანამგზავრები კიდევ უფრო მაღლა ეგზოსფეროში გადიან და რა თქმა უნდა ჩვენ მათი კონტროლისთვის გვჭირდება ძალიან სერიოზული შესწავლა აი ამ ახლო კოსმოსის თუ როგორ მოქმედებს ჩვენი მზე ამ ჩვენს ატმოსფეროზე. აქვე ხო ჩვენ უკვე დავიწყეთ სერიოზული ათვისება ამ ახლო კოსმოსის და აი აგერ არის ნაჩვენები დღევანდელი მონაცემებით კოსმოსში არის თუ მე სწორად მახსოვს 5000-ზე მეტი სატელიტი, 5000-ზე მეტი თანამგზავრი. რომლიდანაც რაღაც დიდი ნაწილი უკვე უფუნქციოა, არ მოქმედებს. და ამას ეძახიან კოსმოსურ ნაგავს, space debris. ზოგიერთი მათგანი უკან ეცემა დედამიწაზე და შეიძლება გაგონილიც გექნებათ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩამოვარდა ეს სატელიტი, კიდევ კარგი რომ ჩავარდა ოკეანეში, ერთი ორი შემთხვევა იყო ესეთი, როგორც მე მახსოვს. მაგრამ ნუ როგორც ხედავთ, აქ ცოტა ისე გაზვიადებულად არის მოყვანილი სინამდვილეში მთლად ესეთი გადაჭარბება არ არის 5000 ჩვენ დღეს მე მგონი ქალაქში გაცილებით მეტი მანქანა გვყავს რომელიც ტრაფიკს ქმნის, მაგრამ თანდათანობით ეს სულ უფრო და უფრო მეტად ვითარდება და ახლა უკვე მუშაობენ იმაზე, რომ ეს კოსმოსური ნაგავი, ასე ვთქვათ, space debris, აი როგორმე მოაშორონ აი ამ სივრცეს. იმიტომ რომ ისინი უკვე ერთმანეთსაც უშლიან ხელს თანდათანობით. ისეთი ყოფილა შეჯახებაც ყოფილა სხვათა შორის, ორ თანამგზავრს შორის იყო ესეთი შემთხვევა. ამიტომ არის სპეციალური სამსახურები, რომლებიც კოსმოსური ამინდის მონიტორინგს ეწევა. Space Weather.com, NOAA, NASA-ს და ESA-ს სამსახურები, რომლითაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სხვათა შორის აქ კოსმოსურ გეომაგნიტურ ქარიშხალთან დაკავშირებით ერთი ასე ვთქვათ კარგი რამ ის არის, რომ როდესაც მზიდან ხდება მოფრქვევა და რომ მათ შეიძლება გამოიწვიოს გეომაგნიტური ქარიშხალი და მე რაღაც გავლენა ჩვენს ტექნოლოგიურ ხელსაწყოებზე. ეს ხდება ხოლმე რაღაც 1-2 დღით ადრე, ზოგჯერ 3 დღით ადრეც. ასე რომ გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო იმისათვის, რომ თავი დავიცვათ, ჩვენი ხელსაწყოებით დავიცვათ აი ამ ზემოქმედებისგან. და ნუ ამაზეც თქმა უნდა მიმდინარეობს მუშაობა. ეს რაც შეიძლება ხო სხვა შორის აი ასტრონავტებიც, კოსმონავტებიც, რომლებიც არიან სივრცეში, ისინი აუცილებლად არიან დამცავი, ისინი აქვთ, რა ქვია, კოსტუმები, ხო, ხია. რომელიც მათ იცავენ აი ამ მავნე ნაწილაკებისგან. ნუ ეს რაც ეხება ჩვენ დედამიწის ატმოსფეროს, ასევე უკვე ჩვენ ვიკვლევთ მზის არ მარტო დედამიწის, არამედ სხვა პლანეტების ატმოსფეროებსაც უკვე კარგად დიდი ხანია, რა თქმა უნდა ვიცით, რომ სხვა პლანეტებსაც გააჩნია ატმოსფეროები, ასევე თანამგზავრებსაც, ზოგიერთი სხვა პლანეტების თანამგზავრებსაც აქვს და ასევე ეგზოპლანეტები გაგონილი გექნებათ ხომ უკვე. ეს არის პლანეტები სხვა ვარსკვლავების გარშემო და ძალიან პოპულარულია ხდება ეს უკვე
და სულ უფრო მეტი შესწავლის საგანი. როდესაც მე სტუდენტი ვიყავი, მაშინ ეს ტერმინიც კი არ არსებობდა. არანაირ ეგზოპლანეტებზე ლაპარაკიც კი არ იყო. ტერმინიც არ არსებობდა. და ახლა უკვე ეს ძალიან ისეთი საინტერესოა, ესე იგი სხვა ვარსკვლავების გარშემო პლანეტების შესწავლა და უკვე იმდონეზე ავიდა ჩვენი ტექნოლოგიები, რომ არა მარტო პლანეტებს, არამედ მათი ატმოსფეროების დაფიქსირებაც კი შეიძლება. წარმოიდგინეთ. და აქ არის აი ერთ-ერთი სურათი ქვევით, ერთ-ერთი ეგზოპლანეტის, რომელსაც აქვს ატმოსფერო, ну რა თქმა უნდა, ეს სურათი ესეთნაირად არ არის გადაღებული, ეს არის დამუშავებული და მე მხატვრის მიერ აღწერილი, რა თქმა უნდა, ტელესკოპში ესე არ ჩანს ხელსაწყოებში. და აი როგორ წავედით წინ, სულ რაღაც აი მე რო სკოლაში ვსწავლობდი ან უნივერსიტეტში ვერც კი წარმოგვედგინა რომ ესეთი რამე იქნებოდა შესაძლებელი ჩვენი ცხოვრების პარალელებში, მაგრამ გახდა ეს შესაძლებელი და კიდევ უფრო სწრაფად მივდივართ წინ. რაც ერთი თქვით ძალიან კარგია, რა თქმა უნდა და ამაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა ძალიან ფრთხილადაც უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. აი წინა თემური მახსენა და კითხვა იყო მე მგონი რომ აი კერძო ბიზნესი ადრე ეს კოსმოსური კვლევები ხდებოდა მხოლოდ სახელმწიფოების დონეებზე, სხვა სახელმწიფოების დონეზე და ახლა უკვე კერძო კომპანიებიც არიან ამაში ჩართული, ნუ ილონ მასკი ცნობილია პირველ რიგში. ამით და ახლა უკვე სხვებიც ერთვებიან ამაში და მე ამას წინათ ნახე ეს ამბავი არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ხნის წინ. გერმანელი ინჟინერი მან ასევე დაარსა კერძო კომპანია, კერძო ფირმა, რომ გაუშვა მარსის დასაპრობად, ასე ვთქვათ, მარსზე გასაშენ დასაპრობად, ცოტა ეს არის ზედმეტი, მარსზე გასაშვებად და აი აქ რაც არის მოყვანილი, ეს ჯერ მარსზე არ არიან, რა თქმა უნდა. აქ ხდება სიმულაცია მარსის ზედაპირის და ტრენინგები, ასე ვთქვათ, სამომავლოდ, გაუშვან ასტრონავტები და იცით სად ხდება ეს? არ არის. სომხეთში. არარატის ახლა ბადიმაზე არა. სომხეთის ტერიტორიაზე. სომხეთის ტერიტორიაზე არარატზე არის აი ეს სურათი იქ არის გადაღებული. აი ესე ემზადებიან, დიახ. დიახ, იცით რა, მარსი ახლა როგორც იცით, ცოტა უდაბნოს მსგავსია. აქაც რაღაც, ну, რა თქმა უნდა, ატმოსფერო ვერ შეედრება, ახლა ძალიან ეს არის გრავიტაციას ბევრად ნაკლებია მარსის, ასევე ატმოსფეროც, მაგრამ აქ ცდილობენ რომ რაღაცა სიმულაცია, როგორც თვითონ ამბობენ, სიმულაცია მოახდინონ. და როგორც ადგილი შეარჩიეს, ასე ვთქვათ, გაუდაბნოებული, უდაბნოს ადგილი, რომელიც გარკვეულწილად რაღაცნაირად გავს მარსს. აი ეს არის მათი, კი ბატონო. მოკლედ, ძალიან მოკლედ, ანუ ეს ყველაფერი უკვე არის შესაძლებელი. დღეს მარსეც მივდივართ. სხვა სტუდენტი მყავდა, რომელმაც პროექტი გააკეთეს, ძალიან საინტერესო კარგი პროექტი, როგორ შეიძლება მარსზე მისი დასახლებების შექმნა. არქეოლოგი, სხვათა შორის, რომელიც ძალიან კარგად, რომელმაც ასევე ძალიან კარგად იცოდა მარსზე რაც ხდება. და ბოლოს, ესე იგი, ჩვენთან, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, ეს მზეზედანოწა კავშირებს, ჩვენთან ობსერვატორიაში და ასევე ილიანის უნივერსიტეტში, ღრუბელ დაფარვა და გალაქტიკური კოსმოსური სხივები, ხო, არა მარტო ახლო კოსმოსი, არამედ შორეული კოსმოსიც მოქმედებს ჩვენზე, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით,
galaktikuri kosmosuri sxivები ახდენენ გავლენას ღრუბლიანობაზე. და იონოსფეროში მიმდინარე პროცესები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად აი ამ კომუნიკაციებისთვის და ჩვენი დღევანდელი აი ამ ხელსაწყოებისთვის. აი, მოკლედ ძირითადად ეს იყო, ისი თქმაც მე მინდოდა. მადლობა. ბატონო გიორგი ქალბატონ მაიასთან მქონდა კითხვის დასმა და თუ შეიძლება თქვენ რო დაგისვათ ამასთან დაკავშირებით. ხო. ასევე როგორც პროფესორს ორივეს მინდა თქვა, უახლოეს ანუ წლის განმავლობაში მინდა გითხრათ, რომ ჩრდილოეთ ციალი, რომელიც არის მწვანე მოყვითალო ფერის, ასე არის შეფერილობა ვარდისფერი და რას უკავშირდება ეს ყველაფერი და რატომ გადაიხარა ჩრდილოეთის პოლუსი რამოდენიმე გრადუსით და შესაძლებელია თუ არა გარკვეულ პერიოდის მანძილზე პოლუსები შეიცვალოს ზის მოქმედების შედეგად. კი ბატონო. ეს დამოკიდებული იცით როგორ არის ხდება სინათლის გარდატეხა ასევე სხვადასხვა ნივთიერებები რომლისგან შედგება ჩვენი ატმოსფერო ის მათ აი ამ შემადგენლობაზე არის დამოკიდებული ეს ფერები აი მაგალითად ესე მარტივად რო ახსნა ჟანგბადის როგორ ვთქვა, ახლა დამამწყდა ეს ისა. შემსრულება. წითელი და მწვანე ხაზი არის დამოკიდებული აი ჟანგბადის ასე ვთქვათ აღგზნებულ მდგომარეობაზე. ასევე აზოტზე და მოკლედ ნივთიერების შემცველობაზე არის ეს ძირითადად დამოკიდებული და ასევე რა კუთხით ხდება გარდატეხა სინათლის ძირითადად. ეს რაც ეხება სხვადასხვა ფერებს ამას. და შემდეგი შეკითხვა მაგნიტური ველისულება. მაგნიტური ველისულება. მაგნიტური ველისულება. ხო, მაგნიტური ველი დედამიწის მაგნიტური ველის ეს ისინი იცვლება ხოლმე პერიოდულად. რაღაც რამდენიმე რამდენიმე ასეული ათასი წლის მანძილზე ხდება ხოლმე სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსების ასე ვთქვათ გარდაქმნა. 700,000 წელია. 700,000 წლისიანი აქ იყო სამხრეთ და იქ იყო ჩრდილოეთი. მაგნიტური. აი ესე ხდება ხოლმე მაგნიტური პოლუსები იცვლება პერიოდულად. რასაც ისი ასე ვთქვათ ამის ნახვა შეიძლება სხვადასხვა ქანებზე დაკვირვებით, რა გეოლოგიურ ქანებზე დაკვირვებით, როგორ ხდება რა პერიოდში. და ახლა ზაი ბოლო წლებში ჩანს იქ ხანდახან უკას რო უყურებ როგორ მოძრაობს ძალიან სასაცილოდ მოძრაობს. საკმაოდ ისე საინტერესო.